დღეს მთელი მსოფლიო საუბრობს ტრამპზე თავდასხმის ცდილობაზე. ძალიან საინტერესო თემაა, რასაკვირველია, ახალს ვერაფერს კი ამბობთ, მაგრამ ორ სიტყვას კი ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, იცი თქვენ რომ განხორციელდა, მოხდა ტრამპზე თავდასხმა, აჭრელებულია სოციალური მედიაც და მეინსტრიმ მედიაც ამ კადრებით. ტრამპი გადარჩა, რასაკვირველია, დაკავებულია 31 წლის კოულ ტომას ალენი ვაშინგტონ ჰილტონში გამართული თეთრი სახლის კორესპონდენტთა ყოველწლიურ ვახშამს ტრამპი, მელანია ტრამპი, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და შეერთებული შტატების სხვა მაღალჩინოსნები ეცნებოდნენ უსაინტერესო ესი კადრებია, როგორ გახყავთ, ასე მაგალითად ჯეი-დი ვენსი ვიცე-პრეზიდენტი, როგორ გახყავთ პრეზიდენტი ტრამპი ოდნავ დაგვიანებით, აი 2-3 წამის დაგვიანებით, როგორც სხვა გასასვლელი და რამდენადაც მე მივხვდი ტრამპი წაბორძიკდა და დაცვას მოუწია სხვაგვარად გაყვანა. მე ვერ ვნახე კადრები როგორ გაიყვანეს, გულახდილად გეტყვით, ვერ ვნახე კადრები როგორ გაიყვანეს მელანია ტრამპი, მაგრამ რო გაიყვანეს, ეს ფაქტია, დარბაზის რეაქცია. დარბაზში სხვა შორის დარჩნენ ადამიანები, რომლებმაც არ შეიმჩნიეს და აკვირდებოდნენ, ტელეფონითაც უღებდნენ ამ ამბავს, ხო რაც ხდებოდა, დაცვა როგორ ქმედებს, ეს არ არის ჰოლივუდის რომელიმე ფილმი, რეალურად რა ხდება. ტრამპი ასეთი იღბლიანი კაცია, იმ თავდასხმელს, რომლის იდენტიფიცირებაც მოხდა და რომელსაც აკითხარით ქვია, ესე იგი, რომ ზუსტად რომ ვთქვათ, ზუსტად რომ გავიხსენოთ, 31 წლის არის კოულ ტომას ალენი, მას მაღალი ალბათობით არც არაფერი არ გამოუვიდოდა, იმიტომ რომ მართლა სიგიჟია, შევარდე დარბაზში სროლა-სროლით და სროლა-სროლით გაარღვიო 1, 2, 3, 5, 7 თუ 17 და მეტიც იქნება დაცვის კორდონი და მე ესროლო ტრამპს თუ მაინც და მაინც ტრამპზე ჰქონდა განზრახვა, ტრამპზე თავდასხმა ჰქონდა განზრახული თუ მაინც და მაინც. მაგრამ ამავდროულად მე სიახლეს ვერ გეტყვით, მათ შორის იმიტომაც რომ მე არ ვიცი ეს ტიპი მარტო ქმედებდა თუ არა. შესაძლოა მას დარბაზშიც კი ყავდა თანამზრახველები და ალბათ უფრო თუ ვინმე ყავდა, ალბათ უფრო თანამზრახველები დარბაზში არ იმყოფებოდნენ, მაგრამ ეს იყო რაღაც თავდასხმის შეკვეთილი თავდასხმა, თავდასხმის მცდელობა პრეზიდენტ ტრამპზე ან დამსწრე აუდიტორიაზე რათა არეული იყო. მე არ ვიცი სიმართლე გითხრა და კიოლია, ახლა ლაპარაკი რომ აი ირანი იდგა თუ რუსეთი იდგა თუ ჩინეთი იდგა მის ზურგს უკან, ხსენებული კოლინ ტომას ალენის ზურგს უკან, მაგრამ სიმართლე გითხრათ ალბათ მაინც ნაჩქარები იქნება, გამოძიებამ უნდა თქვას თავისი სიტყვამის პირველი სიტყვა და უკვე შემდგომ შეიძლება ბრძოლობა ამ საკითხზე. ის ძალიან შეშლილი ადამიანია, ის გიჟია თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა. საიდუმლო სამსახურის ძალიან მამაცმა წევრებმა დააკავეს ისო ისიც ესეც დასძინა პრეზიდენტმა ტრამპმა მათო, ანუ საიდუმლო სამსახურის მამაცმა წევრებმა ძალიან სწრაფად იმოქმედეს, ფაქტია რომ მართლაც სწრაფად იმოქმედეს ტრამპისავე თქმით, სამიზნეები ყოველთვის დიდი ადამიანები არიან და მე უკვე ამბობს მოგზალებით, ძულს ამის თქმაო, რომ ამის პატივი მაქვსო, რომ მე ცო დიდი ადამიანი ვარო და ამიტომაც დაბეჭდენ თავსო. ტრამპი იღბლიანი კაცია, ამას ვამბობ ხაზგასმით, იცით თქვენ რომ საარჩევნო პერიოდში მას ესროლეს, მაგრამ დაყურთან დაიჭრა, გაჰკრა, თქვია, ასე უნდა ვთქვათ, მაგრამ ტრამპს არც რომ იღბლიანია, აღმოჩნდა ერთი ძალიან კარგია, ძალიან მაგარი ლიდერისთვის მახასია, ლიდერისთვის აუცილებელი თვისება, უცებ აღმართა მან ხელი და კიდევ ერთხელ იყვირა, კიდევ ერთხელ შესძახა, რომ ტრამპის ამერიკა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიადი ქვეყანა უნდა იყოს თუ იქნება, უნდა გავაკეთოთ, უნდა შევქმნათ კიდევ ერთხელ დიადი ამერიკის შეერთებული შტატები. რაღა გითხრათ ამის მეტი, ძალიან საინტერესო თემაა, მიაქციეს სოციმედიას ყურადღება, ყველა წამყვანი გამოცემა და ბევრი იუზერი, ასე მაგალითად Facebook-ზე თუ YouTube-ზე, სწორედაც რომ ამ თემაზე ამახვილებს ყურადღებას. მე თქვენის ნებართვით ამ თემას ამოვწურავ და ახლა ვისაუბროთ უფრო ჩემი მოსაზრებით უფრო საინტერესო თემაზე. ეს თემა არის აზერბაიჯანის ლიდერი ილჰამ ალიევი, რომელსაც აქვს უნიკალური თვისება, რომ სწორედ ხსენებულ ტრამპთან შეთანხმებით და პირველ ყოვლისა ტრამპთან შეთანხმებით დაალაგოს ურთიერთობები ყველასთან, ვინც სოფლიოში მის გარშემო, მისი ქვეყნის გარშემოა, ან ვისთან ურთიერთობის დაალაგებაც აუცილებლად, გარდაულად აუცილებლად მიაჩნია ალიევს. ალიევი დიდ პოლიტიკოსად და მეცაც გეტყვი, არა მარტო
დიდ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა, რომელმაც გაიმარჯვა, რომელმაც დაამარცხა სომხეთი, რომელმაც აღმოფხვრა ყარაბაღის პრობლემა, რომელმაც ყარაბაღის პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ რა საკვირველია ნიკოლ ფაშინიანს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად საუკუნო პროექტი დაიწყო კავკასიის რეგიონის ამ ნაწილში გვიწყება ტრიპიანო ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის და აი ეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი ქვეყნის მისია ფუნქცია შეიძინა თავადაც იყო, მაგრამ კიდევ უფრო შეიძინა და გააძლიერა ასე ვიტყვი, რომელმაც გადაასწრო პოპულარობით არა, მასშტაბით, თქვენის ნებართვით ასე ვიტყვი, მამამის ჰეიდარმა ილჰამს გადაასწრო და მამამისი არ იყო უბრალო პოლიტიკოსი. მამამისიც რასაკვირველია ძალიან ადეკვატური პოლიტიკოსი იყო და აი ამ ალიევს აღმოაჩნდა თვისება, რომ უტრირებს ხადია, მაგრამ ყოველ სამკვირაში თუ ერთ თვეში ერთხელ შეხვდეს პუტინს და დაუძაბოს პუტინს, შეხვდეს ფაშინიანს უფრო ხშირად და ემეგობროს მარადიული მტერი რომ გვეგონა სომხეთი, აზერბაიჯანისა, სომხეთის ლიდერს, როგორც ადეკვატურ ლიდერს, შეხვდეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, შეხვდეს ევროპელ ლიდერებს, რასაკვირველია შეხვდეს ძალიან ხშირად მის უფროს მეგობარს, ასაკით უფროსაც და სტატუსითაც თქვენის ნებართვით ასე ვიტყვი, გავლენით დიდ მეგობარს, უფროს მეგობარს. რეჯეპ ტაი ერდოღანს მერე რაოდენს საოცარიც არ უნდა იყოს, ჩამოვიდეს საქართველოში და კობახიძეს კი არ დაუჯდეს, მასაც შეხვდა რასაკვირველია, მაგრამ პირველ ყოვლისა მთავარი მოლაპარაკებები გამართოს საქართველოს დე-ფაქტო მმართველ ბიზინა ივანიშვილთან და მას გადასცეს ის ძირითადი გზავნილები, რომლებიც აქვს ივანიშვილისათვის შეერთებულ შტატებს ვაშინგტონის გზავნილები გადასცეს და უკვე ბოლოს შეხვდეს, გაგიკვირდებათ და არ გაგიკვირდებათ ომში მყოფი ქვეყნის, გმირი ქვეყნის, მე ესე ვიტყვი, გმირი ქვეყნის გმირ ლიდერს ვოლოდიმირ ზელენსკის და აი ეს შეხვედრა გაიმართა ორიოდე დღის წინ ალიევსა და ზელენსკის შორის ერთ-ერთი მთავარი ამბავი არის ის, რომ მაგიდაზე დევს და რუსეთის პრეზიდენტის შლეგი ლიდერის მაგიდაზე ძდევს, წინა დადება, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა გაიმართოს, გაგიკვირდებათ და სწორედაც რომ ბაქოში ეს შეთავაზება უკვე გააცდეს პრეზიდენტ პუტინს. მაგრამ სხვა ამბებიც არის მნიშვნელოვანი და ვილაპარაკოთ ამ სხვა ამბებზე თქვენის ნებართვით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ალიევს აქვს უნიკალური თვისება, რომ ყველას შეხვდეს, ყველასთან კონდეს სწორი ადეკვატური ურთიერთობები, რატომ ვლაპარაკობ ადეკვატურობაზე ასე ხაზგასმით, პუტინთან მას ურთიერთობა დაძაბული ჰქონდა. იმის გამო რომ თვითმფრინავი ჩაამოვაგდო რუსეთმა, იმის გამო რომ თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ რუსეთი ამას არც აღიარებდა და უკანაც არ იღებდა, არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ბოდიშს არ ხდიდა, კომპენსაციებს არ ხდიდა, ბოდიშს არ ხდიდა, არ უხდიდა აზერბაიჯანს და კომპენსაციებს არ უხდიდა დაღუპულების ოჯახებს, მაგრამ ალიევმა ურთიერთობის გადაძაბვით და ამასაც კი არ მოერიდა, გადაძაბვით კვლავ ვიმეორებ, მათ შორის ისიც თქვენ რომ FSB-ს თანამშრომლები გააგდეს ბაქოდან, FSB-ს თანამშრომლების წინააღმდეგ დიდი კამპანიები ააგორეს მედიაში, აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიაში მთელი ანტირუსული კამპანია ჩაირთო და პუტინს, აი ამ კაცს, რომელსაც მართლა არ აქვს ეგრამაკის პასუხია მეორე ფრონტის და მით უმეტეს აზერბაიჯანის წინააღმდეგ, აზერბაიჯანი ძალიან მძლავრი სახელმწიფოა რეგიონული მასშტაბით, მის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა და უნარი ალიევმა მიიყვანა პრაქტიკულად რუსეთი კონფლიქტამდე და აი კონფლიქტის პირას რომ იდგა ორივე სახელმწიფო და რასაკვირველია ეს არავის არ უნდა კონფლიქტის შეიარაღებული დაპირისპირება, რასაც ვერც მოახერხებდა რუსეთი, აქვე ვიტყვი, რუსეთმა ოპს და დაიხია უკან. ეხლა რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბარს, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი, ეს ხო, უნდა ვთქვათ, რომ ზელენსკიმ გადაუფრინა საქართველოს და ისე ჩავიდა ბაქოში. ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა და ეს ვიზიტი შეიძლება იყოს კავკასიის რეგიონის მთლიანად პოლიტიკის საქართველოს ჩათვლით, მთლიანად პოლიტიკის შეცვლის საფუძველი, მე თქვენის ნებართვით მივუკავშირებ ამ ვიზიტს, ანუ ზელენსკის ვიზიტს და გამართულ შეხვედრას ალიევთან, მივუკავშირებ ალიევის შეხვედრას ბიზინა ივანიშვილთანაც, ბიზინა ივან რაღაცა ხდება, ბიზინა ივანიშვილს გააცნეს სავარაუდოდ შეერთებულ შტატებში პირველ ყოვლისა შემუშავებული პროექტი, როგორი უნდა იყოს კავკასიის რეგიონი მთლიანად სომხეთში ფაშინიანის კიდევ ერთხელ გამარჯვების ივნისის თვეში არჩევნები, აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის სრული მოგვარების, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და საზღვრების ცნობის
გათვალისწინებით და საქართველოს როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს. ანუ ეს არ არის ცალკე აღებული ვიზიტი ალიევისა საქართველოში ამის შედეგებით, ეს არის მთლიანი კონტექსტის ნაწილი. კავკასიის რეგიონის უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების მთავარი გარანტორი გასაკვირველია არის. ასე გეტყვით, შეერთებული შტატები, მაგრამ შეერთებული შტატებთან ერთად შეერთებული შტატების ორი მთავარი სახელმწიფო სწორედაც რომ კავკასიის რეგიონში, მთავარი სახელმწიფოები კავკასიის რეგიონში, ეს არის თურქეთი, რომელიც კავკასიის რეგიონის წევრი სახელმწიფო პირდაპირ მნიშვნელობით არ არის, მაგრამ მახლობელი სახელმწიფოა და აზერბაიჯანი, რომელსაც შეერთებული შტატები თავიდან ბოლომდე ენდოახმოვანებულია ტრამპი ალიევით, ალიევის პოლიტიკით, ალიევის გზავნილებით, ალიევის იუმორის გრძნობით და იმითაც რომ ალიევი, აგე 21-22 წელიწადია არის აზერბაიჯანის სათავეში. დაუბრუნდეთ თემას, რა ისაუბრეს, რაზე მოილაპარაკეს, რაც თავარია ალიევმა და ზელენსკიმ 6 შეთანხმება გაფორმდა მათ შორის უსაფრთხოების თემაზე, უსაფრთხოების საკითხზე, სამხედრო საკითხზე, სამხედრო მიმართულებაზე, ენერგეტიკაზე და ეკონომიკურ სფეროებზე. ამ შეთანხმებების მთავარი ღერძი, ასე ვიტყვი, იყო ხელშეკრულებები უსაფრთხოების და თავდაცვით სამრეწველო თანამშრომლობის კუთხით. ნახეთ, გაღიზიანდება პრეზიდენტი პუტინი, შესაძლოა გაღიზიანდეს, მაგრამ იბოდიშებს და ასე უნდა ვთქვა, ალიევს ცალფეხზე ჰკიდია პრეზიდენტ პუტინის გაღიზიანება, იმიტომ რომ ის მყარად გრძნობს თავს, ის ძლიერი, რეგიონული მასშტაბით ძლიერი სახელმწიფოს ლიდერია და შესანიშნავად იცის, რომ თავზე წამოს ხელწამოსაკრავი ქვეყანა არც აზერბაიჯანია და არც თავად დაეზაბავს პუტინი და გადაძაბავს ალიევის საჭიროების შემთხვევაში. ღია წყაროები ადასტურებენ იმას, რომ მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი სამხედრო წარმოების შექმნაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვა შორის, იმიტომაც რომ შეერთებული შტატების ინვესტიციაც არის აზერბაიჯანში სამხედრო წარმოებაზე. აზერბაიჯანისთვის ეს არის უკრაინული სამხედრო ტექნოლოგიების და გამოცდილების გაზიარება. აზერბაიჯანმა თავის მხრივ სომხეთთან პირველი და მეორე ბოლო კონფლიქტების დროს გამოიყენა დრონები და გამოიყენა დრონები ძალიან ეფექტურად, მაგრამ ამის მიუხედავად ყველა აღიარებს, რომ დღევანდელ მოცემულ ეტაპზე არათუ აზერბაიჯანზე, არამედ ევროპის პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოზე, ვინც ის და ყველა სახელმწიფოზე საერთოდ მსოფლიოში უკრაინა ტექნოლოგიური თვალსაჩინო დრონების კუთხით ტექნოლოგიური თვალსაჩინო ძალიან წინწაწეული სახელმწიფოა და აზერბაიჯანს ბუნებრივია სჭირდება, არა იმიტომ რომ სომხეთიდან ელის რამე საფრთხე და არც იმიტომ რომ ირანიდან ელის საფრთხე, არც იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთიდან ელის რამე საფრთხე. პირველ ყოვლისა ის საფრთხეს გრძნობს სწორედაც რომ რუსეთთან სახმელეთო ოპერაციას რუსეთი ვერ დაიწყებს. ვერ სადმეთ კი ასე ვიტყვი, მაგრამ საჰაერო შეტევები, მათ შორის დრონების შეტევები შეიძლება დაიწყოს რუსეთმა ნებისმიერ არამშვენიერ წუთს, რამდენადაც არაადეკვატური სახელმწიფო აგე ევროპაში შეიძლება შეიჭრას სუვალკისდერე ფანში და რატომაც არა დაღესტანიდან ასე მაგალითად შეაფრენს დრონებს თუ მოინდო თუ კიდე დამატებით გაგიჟდა მოინდომა არა გაგიჟდა პუტინი, ამაზეც კი არის სამსვლელი და აზერბაიჯანს სჭირდება უკრაინული გამოცდილების გაზიარება. აი, რა არის ადეკვატური პოლიტიკოსი, ხო? საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი დღენი არ და იმაზე ლაპარაკობენ, რომ ზელენსკი არის კლოუნი და ზელენსკიმ ჩართო ომში უკრაინა და რუსეთი არის მართალი, ამას პრინციპში ღიად ამბობენ, ხოლო ადეკვატური პოლიტიკოსები, მათ შორის ალიევი, არ არის პრობლემა. მისთვის შეხვედრა პუტინთან ოღონდ გადაძაბვა, აგე პაჩინიანიც შეხვდა და გადაუძაბა პრაქტიკულად. ჩვენი ლიდერი რომ ყავდეს, ჩვენ რო ყავდეს ასეთი ლიდერი რომ შეხვდა პუტინს. მეც ვიტყოდი რომ იცით რა არის ეს სასაშინელება, როგორ შეიძლება ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიის ლიდერი შეხვდეს პუტინს და ასე პრეზიდენტ პუტინს ამ შლეგ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს კი არა ლიდერს, იმ ქვეყნის ლიდერი შეხვდეს, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, ზუსტად რომ ჩამოაყალიბო წინადადება, მაგრამ თუ წინასწარ მეწოდინება, რომ კობახიძე თუ ნებისმიერ სხვაგვარი წარმომადგენელი ადეკვატურია, კვლავ ვიმეორებ, ადეკვატურია, მაშინ მე თანახმა ვიქნები, რომ შეხვდეს პუტინსაც კი ჩვენი ადეკვატური პრეზიდენტი მაგალითად. მიშა სააკაშვილი რო ხვდებოდა პუტინს, იქ ცალკე პრობლემები იყო, ჩემი მოსაზრებით და ამაზე ახლა არ გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ როცა შეხვდა პუტინს მიშა სააკაშვილი მოსკოვში, მე მაშინ სოციალური ქსელი არ იყო, მაგრამ სოციალური ქსელი რომ ყოფილიყო, მე ვიტყოდი, რომ მიშა სააკაშვილი ადეკვატური იქნება თუ პრეზიდენტ პუტინს არაფერს ან ბევრ რამეს არ დაუთმობს და ეთამაშება ოღონდ საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რაც საკვირველია, უნდა იყოს დაცული პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ.
მაშინაც ოკუპირებული იყო აფხაზეთი, რომ ვიცოდეთ მაინც რომ გაგვიხსენოთ, ანუ 2008 წლამდე ხდება ეს ამბავი. საქართველოს მაინც მაშინაც წართმეული ჰქონდა აფხაზეთი, როგორც ასეთი, მაგრამ მიშა სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და შეხვდა პრინციპში მაინც მისასალმებელი კი არა, მისაღები ამბავი იყო. აქ შენ გეპარევა ეჭვი ყობახიძეში. ყობახიძის პრინციპებში, ყობახიძე თავდახრილი გონია რომ იქნება და ნამდვილად იქნება და ყობახიძე უღირსი კაცია და აქ ამიტომაც უშლიან ეწინააღმდეგები მის წასვლას, გარდა ამისა არალეგიტიმურია რაც თავარი. მოკლედ, სამხედრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ აზერბაიჯანის ლიდერი და უკრაინის ლიდერი სამხედრო ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით. აზერბაიჯანი აქვე გაგახსენებთ, რომ უკვე მონაწილეობს უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენაში, საქართველოს მონაწილეობს. ბარემ ვიკითხავ, აი 2022 წლის აი ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა, მაშინ არ იყო სხვადასხვა ხელისუფლება წოდებული, თორე ბანდა ყოველთვის იყო. ამბობს, რომ ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, ეხმარებიან. არ ვკამათობ, იქ მართლა სკოლებს აფინანსებენ, რამდენიმე ბავშვებს აფინანსებენ, ტოლბილების ნაწილს აფინანსებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბავშვები უფასოდ დადიან საბავშვო ბაღში, უკრაინულ საბავშვო ბაღებია შექმნილი. არ ვიცი, მოკლედ, კარგია ეს. მაგრამ ისე აი არსებითი ხო ეკონომიკური წინსვლა გვაქვს და ასეთი წინსვლა არ აქვს აზერბაიჯანს. არსებითი დახმარება, ჰუმანიტარული მათ შორის, გაუგზავნიაო ბევრი თქვენგანი მეტყვის, ახლახან ცოტა ხნის წინ, 2-3 თვის წინ არც კი თებერვლისთვის თუ არ ვწდები და არ ვწდები, ქალაქ სუმიში ჩავიდა გენერატორები საქართველოსთან. მანამდე სხვა არანაირი დახმარება, არ ვლაპარაკობ სამხედრო დახმარებაზე, ჰუმანიტარულ დახმარებას გულისხმობ, საქართველოს ხელისუფლებას არ ცენტრალურ და არ დედაქალაქის ხელმძღვანელობას ასე მაგალითად არ გაუწევია. კალაძე დახმარებია თუ არა შევჩენკოს. აი ასე ვიკითხავ. კალაძე შევჩენკოსთან ერთად რამ პროექტი დაუგეგმია თუ არა კალაძე დედაქალაქის მერია, შევჩენკო იქაური ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი, ამასთან ძალიან პატრიოტი კაცი. და ამასაც გეტყვით, თუმცა ბევრჯერ მithქვამს, რომ კალაძესა და შევჩენკოს შორის შავმა კატამ გადაირბინა და ვალერი ვასილევიჩ ლაბანოვსკი, ასე ვიტყვი, საფლავში ტრიალებს. მეთქი იმდენად ცხინს, მისი ერთი შეგირდის და ერთ შეგირდსა და მეორე შეგირდს შორის ეს არც თუ სახარბიელო კი არა, პრაქტიკულად დაძაბული ურთიერთობა, ამას ნუ არ გამაშიფრინებთ ამ თემას და გაამაშლებინებთ ამ თემას, იმიტომ რომ ბევრჯერ მისაუბრია, როგორ არ ჩამოვიდა შევჩენკო, ასე მაგალითად რა შემოთვალა შევჩენკომ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ცალკე დაიდო ხელშეკრულება აზერბაიჯანზე და უკრაინაზე ვსაუბრობთ, თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედაც რომ უკრაინის მხარისათვის. და აქ საქართველოს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს გავლითაც უნდა მოხდეს ელექტროენერგიის ექსპორტი, აზერბაიჯანში გამომუშავებული ელექტროენერგიის ენერგორესურსების, ასე ვიტყვი, ექსპორტი უკრაინის ტერიტორიაზე. ზელენსკი მხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი შეიძლება გახდეს მოლაპარაკებების პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს შორის და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, რატოა კიდევ მნიშვნელოვანი? ამით აზერბაიჯანის ლიდერი არა მხოლოდ ენერგეტიკაზე საუბრობს, არა მხოლოდ სამხედრო თუ უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობაზე საუბრობს, არამედ აფიქსირებს, რომ კავკასიის რეგიონის ეს ნაწილი, სულ მინიმუმ ვიტყვი, არის ანტირუსეთული და პროუკრაინული. აი ეს ღია განაცხადი ყველაზე უფრო მეტად გამაღიზიანებელია მოსკოვისათვის, პუტინისათვის და შესაბამისად რეაქციებიც სულ მინიმუმ ზახაროვას და ვინიცის და ლავროვის და ვინიცის და პუტინის დონეზეც კი, აღარ ლაპარაკობ ხა მედია პროპაგანდას, რასაკვირველია იქნება. ოღონდ ფეხებოდიში, ფეხებსაც ვერ მოსჭავენ. კვლავ ვინდა გავიმეორო, ალიევს აზერბაიჯანს, რამდენადაც აზერბაიჯანი მარტო ქვეყანა არ არის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აზერბაიჯანის ლიდერთან ზელენსკის ვიზიტი და მიღება ზელენსკისა შეთანხმებული იყო შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან, პრეზიდენტ ტრამპის დონეზე, რასაკვირველია ერდოღანთან, რასაკვირველია თავად ზელენსკის მიერ ევროკავშირის ცალკეულ ლიდერებთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, კიდევ ესეც მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ თავად აზერბაიჯანი მიხვდა, თავიდანვე მიხვდარი იყო, მიხვედრილი იყო, რასაკვირველია, მაგრამ მიხვდა იმას, რომ უკრაინა არ მარცხდება ამ კონფლიქტში და ამიტომაც გადადგა ეს თამამი ნაბიჯი. და ესე იგი, კიდევ ბევრ საკითხზე შეიძლება ყურადღების გამახვილება. ხო, თუ ვინმე იტყვის, რომ
აზერბაიჯანი ასეთი უნარიანი სახელმწიფო, ალიევი ასეთი უნარიანი ლიდერია, იმიტომ რომ აგე თურმე მას ხავს აქვს ასე მაგალითად ნავთობი და ან ასე მაგალითად ეჯიპტე ერდოღანი უმაგრებს ზურგს, ესეც სულელური და გიჟური არგუმენტია, მათ შორის, იმიტომ რომ ჩვენ უსაფრთხოებასაც იცავს გაგიკვირდებათ და თურქეთი. თურქეთიც დაინტერესებულია კავკასიის რეგიონში რუსეთის ამოძირულ კავკასიის რეგიონიდან რუსეთის ამოძირკვით და ჩვენ საჭიროების შემთხვევაში ახლაც შეგვიძლია, მანამდე შეგვეძლო და მომავალში შევძლებთ, რასაკვირველია თურქეთის მთავარ პარტნიორ სახელმწიფოდ გარდაქმნას და ჩვენს უსაფრთხოებაზე მთავარ პასუხისმგებელ სახელმწიფოდ, მით უფრო ახლა ამ მდგომარეობაში თურქეთის გამოკვეთას ნების დაფიქსირების შემთხვევაში. სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა ალიევი და ზელენსკი დამეგობრდნენ, გაუდგნენ გზასა. ალიევი, ზელენსკი და ფაშინიანი დამეგობრდნენ, გაუდგნენ გზასა. ალიევი, ზელენსკი, ფაშინიანი და ტოყაევი დამეგობრდნენ, გაუდგნენ გზასა. ახლა აღმოსავლეთ ევროპის ცალკეული ქვეყნების ლიდერებიც უნდა ჩამოვასახელო, დიარიც კი უნდა ვახსენოთ თქვენის ნებართვით, აღარ ვლაპარაკობ ასე მაგალითად პოლონეთის ლიდერზე, აღარ ვლაპარაკობ ჩეხეთის ორიდან ერთ ლიდერზე, კერძოდ პაველზე, აღარ ვლაპარაკობ ტრადიციული ან დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების ლიდერებზე, მაკრონზე, ბევრი მათგანი წამსვლელია, ზოგი მათგანი გადარჩება და დარჩება ამა თუ იმ ქვეყნის სათავეში. მაგრამ ეს ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ რეალურად იკვრება. და აზერბაიჯანიც კი არის ამ ალიანსში. აი, სად არის საქართველო? ეს კითხვა არის თავარი. აღმოჩნდა თუ არა ამასობაში, რომ საქართველო არის თამაშს გარე მდგომარეობაში. პროცესებს მიღმა. და რამდენად გაიგო ბიძინა ივანიშვილმა, ადეკვატურად რამდენად გაიგო ის გზავნილები, რომლებიც ჩამოუტანა მას ალიევმა ბაქოდან, მაგრამ ალიევმა ჩამოუტანა არა მხოლოდ მისი, არამედ ვაშინგტონისა და თურქეთის გზავნილებიც. და რამდენად ჩაეწერება ივანიშვილი ამ კონგლომერატში, ამ კამპოტში ვერ ჩაეწერება და თუ უნდა რომ ჩაეწეროს, ამ შემთხვევაში მან უნდა გადადგას უაღრესად ბევრი კომპრომისული ნაბიჯი. კერძოდ, ქვეყნის შიგნით უნდა გამოასწოროს ვითარება, უკან წაიღოს ის კანონები, გაანთავისუფლოს პოლიტპატიმრები და სინდისის პატიმრები და ასე შემდეგ და დათმოს ასაკვირველია ძალაუფლება. არ არის სახსენებელი ანაკლია ახლა, მაგრამ მე გაგიმხელთ ერთ ინფორმაციას და გეტყვით, რომ ანაკლიის ხრმაწყლოვანი პორტის პროექტი, იცით თქვენ მაღალი ალბათობით, რომ ჩაიშალა, ჩინელებთან ვერანაირ ხელშეკრულებას, ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. გარკვეული ალბათობით საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება აღარც მიუბრუნდება ამ ანაკლიის პორტის პროექტს, რომ ვიცოდეთ მაინც, და თუ მაინც მიუბრუნდება, გამოაცხადებს ახალ ტენდერს. აი, ახალ ტენდერში, ჩემს ხელს არსებული ინფორმაცია, თუ ეს ასე არის, ახალ ტენდერში შეიძლება მიიღოს მონაწილეობა პირდაპირ მნიშვნელობით ამერიკულმა მხარემაც, რომელიც ყოველთვის ერიდებოდა ამგვარ ტენდერებში მონაწილეობას, ან აზერბაიჯანის მხარემაც. აზერბაიჯანის და თურქეთის მხარემ, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ოღონდ შეთანხმებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მე საერთოდაც მგონია, რომ პირდაპირ მნიშვნელობით ან ერთგვარად რომ იკითხებოდეს, რომ ამერიკელები არიან ზურგს უკან ანაკლიის ხრმაწყლოვანი პორტისა, ამერიკელების დასავლეთის, მოდი ასე ვიტყვი, დასავლეთის და ადეკვატური სახელმწიფოების ასაშენებელია ანაკლიის ხრმაწყლოვანი პორტი, მას არ აქვს მხოლოდ ეკონომიკური, არ შეიძლება გქონდეს მხოლოდ ეკონომიკური დატვირთვა, ასაც ითხოვდნენ ხაზარაძისგან ასე მაგალითად და მე იქ იყო რაღაც გაუგებრობები იცით თქვენ და ითხოვდნენ, ეხლა ესენი კი არა, ჩინელები ითხოვენ გარანტიებს ქართული მხარისაგან, მათ შორის იმ შემთხვევაში თუ ტვირთბრუნვა არ იქნება, ფულად კომპენსაციას ითხოვენ და კი ამიტომაც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებაც კი ვერ აწევს ხელს ამგვარ კაბალურ საბოლოო შეთანხმება ხელშეკრულებას. ამ პორტს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების დატვირთვაც, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ 22 კილომეტრშია ოჩამჩირედან და ეს პორტი უნდა აშენოს დასავლეთმა, ადეკვატურმა მოთამაშეებმა და დასავლეთმა. მე ვამჯობინებდი, რომ პირდაპირ ამერიკული ინვესტიცია იყოს და აგრეთვე ქართველმა ინვესტორებმა. ქართველმა ინვესტორებმა, ახლებმა, ასე ვიტყვი, ვინც შევა ამ პორტში,
და ძველებმა, ვისაც ხაზარაძის ინფორმაციით ეს რასაქმელია, რასაკვირველია, ხაზარაძის ინფორმაციით 70-75 მილიონი დოლარი აქვთ გადახდილი უკვე. დღევანდელი ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს ანაკლიაში. აკაზაწელნა უკაცრავად, ანუ საჩვენებითად ის როდის ამერიკული დელეგაცია ჩამოდის ხოლმე, მიაიქირებს ხოლმე ერთჯერად მუშებს და ჩაარჭობენ ხოლმე ნიჩაპს იმ ქვიშაში და ვითომ რამეს თხრიან, რეალურად არც არაფერი არ ხდება. ალიევი მათ შორის ჩემი აღქმით ან ანალიზით ზელენსკისთან არა, მაგრამ ამ კონტექსტში ლაპარაკობს ანაკლიის ბორძეც, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბოლო წერტილზე, ასე ვიტყვი, ან დაბოლოებაზე ჩვენს ტერიტორიაზე, საქართველო მაინც საზღვაო ქვეყანაა და მხოლოდ ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ვერ იქნება დასავლური ტვირთების უსაფრთხოების გარანტორი თუ ვერ გავა უსაფრთხოდ ეს ტვირთები აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, ამდენადაც ჩრდილოეთ ირანს ესაზღვრება, ირანის ბედი ჯერ გაურკვეველია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამიტომ ყველა სჭირდება ალტერნატიული მარშრუტები და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას მიიყვანენ ალბათ აქამდე, ოღონდ დაათმობინებენ ამასობაში ძალიან ბევრ რამეს ამ ქვეყანაში. ალიევისა და ზელენსკის მეგობრობას. ალიევის, ზელენსკის, ფაშინიანის და სხვების, როხაებს აღარ ვიტყვი თქვენის ნებართვით, გაუმარჯოს ეს არა ამგვარი სათაური ექნება ამ ვიდეო ბლოგს.